აი მე შემიძლია წავიდე. დიახ. სუბტიტრები პატარა. ხეში. ამჟამად რუსეთში იწვის ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც მდებარეობს უკრაინის საზღვრიდან 2500 კილომეტრში და რომელიც რჩებოდა ერთადერთ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნად, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები დღემდე აშეტევიან რუსეთის ტერიტორიაზე. სიბირში პირველად გამოცხადდა საჰაერო განგაში უკრაინული დრონების თავდასხმის გამო 3500 კილომეტრში. კრემლში განაცხადეს კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შესახებ. უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაამატეს, რომ დღესვე მიიტანეს მასირებული დარტყმა კერჩის ნავთობის ტერმინალზე ოკუპირებულ ყივიმში. ასევე დაარტყეს 2 ტანკერს შავ ზღვაში, რომლებიც ცდილობდნენ ბენზინის შეტანას ნახევარკუნძულზე. ამასობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების სარდალმა მადიარმა განაცხადა, რომ მხოლოდ ივლისის პირველ 6 დღეში უკრაინამ დააზიანა 37 ენერგოობიექტი ყირიმში და დონბასში. ამგვარად უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ დარტყმა მიაყენა, როგორც პასუხი მის ბარბაროსულ თავდასხმებზე კიევზე. დონალდ ტრამპმა დღეს აღიარა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების ზეწოლა რუსეთზე მუშაობს და მისი თქმით ვლადიმირ პუტინი მაინც ეძებს მოლაპარაკებების დაწყების გზებს. წყაროები კი ამატებენ, რომ უკვე ხვალ ანკარაში ნატოს სამიტზე დონალდ ტრამპი და ვლადიმირ ზელენსკი განიხილავენ კიდევ როგორ შეიძლება ზეწოლის მოხდენა რუსეთის დიქტატორ ვლადიმირ პუტინზე, რომ მან ბოლოს და ბოლოს შეაჩეროს ომი. მაგრამ, როგორც ჩანს, კრემლი მზადაა ომი გააგრძელოს. რუსი სამხედრო კორესპონდენტები მასობრივად წერენ მასობრივი მობილიზაციისთვის მზადებების და უკვე ოქტომბერში რუსეთის საზღვრების დახურვის შესახებ. ანუ სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ. მაგრამ ექსპერტები ასევე არ გამორიცხავენ, რომ რუსეთში მობილიზაციის შესახებ ყველა ჭორის უკან შეიძლება იმალებოდეს ჩვეულებრივი შანტაჟი ევროპის კავშირის და მთლიანად ნატოს ბლოკის მიმართ. მე მქვია ოლეგი, ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემები. ეს იყო მოკლე პრეამბულა. ეხლა თითოეულ ახალ ამბავს დეტალურად განვიხილოთ. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. ამისთვის ძალიან მადლიერი ვიქნები. აპეც მოკლედ ჩვენამდე მოაღწია. მეტი აღარ მოხინდა. კარგად ვაბახერც აქ, უბრალოდ ეხლა მოუბიოდი აქ. ძალიანძლიერად აწესდა, საშინლად. ამ მომენტიდან რუსეთში ოფიციალურად აღარ დარჩა არც ერთი დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც უკრაინულ თავდასხმას არ გადაუტანია. უკრაინულმა უპილოტოებმა ორშაბათს 6 ივლისს დრისით დაარტყეს ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც ყველაზე მძლავრია რუსეთში და იყო ბოლო უდიდეს ნავთობქარხანათა შორის, რომელსაც ჯერ არ ჰქონდა დაზიანება მიღებული უკრაინული დრონების თავდასხმების შედეგად. ეს იყო ის გიგანტი, რომელიც როგორღაც ფარავდა საწვავის დეფიციტს რუსეთში, მას შემდეგ რაც დანარჩენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელდა დარტყმები ამ ქვეყანაში. მაგრამ ეხლა საბოლოოდ მანაც მიიღო დარტყმა. და რაც საინტერესოა, ღია წყაროების ანალიტიკოსები წერენ, რომ თითქოს მოსალოდნელი იყო, რომ შემდეგი თავდასხმის ობიექტი იქნებოდა სწორედ ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რადგან ის ერთადერთია, რომელიც ჯერ კიდევ არ ყოფილა თავდასხმის ობიექტი. და თითქოს ამ ქარხანას მაქსიმალურად უნდა დაეცვათ. მაგრამ როდესაც იქამდე დრონები მიაღწიეს, აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივად იქ თითქმის არანაირი დაცვა არ იყო. ეს სხვათაშორის მიუთითებს იმაზე, რომ პუტინს საჰაერო თავდაცვის სისტემებთან უზარმაზარი პრობლემები აქვს. ნიშნავენ აღინიშნოს, რომ ეს საწარმო ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 1000-ობით კილომეტრითაა დაშორებული უკრაინის საზღვრიდან. ქარხნის ტერიტორიაზე დაფიქსირდა მოხვედრა, რამაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. ახლა კი ყურადღება მიაქციეთ სამიზნეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დრონებმა გადალახეს დაახლოებით 3000 კილომეტრი. საუბარია მთელ მარშრუტზე 3000 კილომეტრი. ეს არის ყველაზე ღრმა და შორ მანძილზე განხორციელებული დარტყმა რუსეთის ტერიტორიაზე, რაც კი რუსების უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მომხდარა. კომპანია Firepoint-ის დირექტორის შტილერმანის თქმით, უკრაინელმა მებრძოლებმა გამოიყენეს FP1 ტიპის დრონები, რომლებსაც შეუძლიათ მიაღწიონ მიზნებს, რომლებიც სახელმწიფო საზღვრიდან 3400 კილომეტრში მდებარეობს. ომსკის ქარხანა არის რუსეთის ყველაზე ძლიერი ნავთობგადამამუშავებელი საწარმო,
რომელსაც შეუძლია წელიწადში თითქმის 22 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება. მას აქვს ნავთობის გადამუშავების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სიღრმის მაჩვენებელი რუსეთში. დაახლოებით 99%, ანუ ეს ასევე ყველაზე მაღალტექნოლოგიური ქარხანაა მთელ რუსეთში. საწარმო მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსეთის ოკუპაციური არმიის უზრუნველყოფაში. ქარხანა აწარმოებს ავიაციის ნავთს, დიზელის საწვავს, მაღალოკტანიან ბენზინს, ასევე საფոխ მასალებსა და ნავთობქიმიურ პროდუქციას. გარდა ამისა, ის შედის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ბენზინის 10 უმსხვილეს მწარმოებელში. და ის იყო ბოლო, ვინც ჯერ კიდევ არ იყო დაზარალებული. ეხლა უკვე დაზარალდა. დასაწყისში ზიანის შეფასების შემდეგ ღია წყაროების ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ დრონებმა მიზანს მიაღწიეს. ომსკის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაში დააზიანეს ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარი ავთ. 11 თითქმის 8.5 მილიონ ტონას შეადგენს წელიწადში და რომელიც საწარმო სიმძლავრის დაახლოებით 40%-ს უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ეხლა ჩნდება ინფორმაცია, რომ დაზიანებულია ასევე ავთ 10-ის დანადგარი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ფაქტობრივად საწარმო უკვე დახურვის ზღვარზე. თვითმხილველების თქმით, ქარხანას თავს დაესხა 7 დრონი და არც ერთი მათგანი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ არ ჩამოაგდო. თუმცა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უმეტესობა უპილოტო აპარატებისა მაინც ჩამოაგდეს და ქარხნის ტერიტორიაზე მხოლოდ მათი ნამსხვრევები ჩამოვარდა. მაგრამ მოწმეების კადრებში დაფიქსირდა სწორედ დრონების პირდაპირი მოხვედრები და არა მათი ნამსხვრევები. იქ უკვე ძალიან შვერია. რატო მაგიან ისინი ყველა იქ ბიჭებო? გივარდ. ის დავაზიანეთ ბოდიში. ხაიში? დიახ, ხაიში. გაგიჟება. ჭკუა გაქვს, ხო? იქ ქარხანა საშინლად ხმაურობს. დარქმა ომსკის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაზე ყველაზე ღრმა დარქმა იყო ნავთობ ქარხნებზე თავდასხმების სერიიდან, რის შედეგადაც ნავთობ გადამუშავება რუსეთში 2000-იან წლების დასაწყისის მინიმუმამდე დაეცა. რეგიონები კამჩატკიდან კალინინგრადის ოლქამდე საწვავის კრიზისს შეეჯახნენ. გასული წლის ოქტომბერში დართმის ქვეშ მოექცა ტიუმენის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც საზღვრიდან 2000 კილომეტრში მდებარეობს. 2026 წლის დასაწყისში დართმის ქვეშ იყო უხტის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა. მანძილი იქ 1750 კილომეტრია. მაისში შეტევა განხორციელდა კირიში ნეფთეორ სინთეზის ქარხანაზე ლენინგრადის ოლქში, რომლის სიმძლავრე წელიწადში 21 მილიონ ტონას შეადგენს. ანუ ეს მეორე ადგილზეა ომსკის შემდეგ. ასევე მაისში შეტევა განხორციელდა რიაზანის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაზე, რომლის სიმძლავრე წელიწადში 17 მილიონ ტონას შეადგენს. ივნისში დართმის ქვეშ მოექცა ლუკოილის ნიჟეგოროდ ნეფტეორგ სინთეზი, რომლის სიმძლავრე წელიწადში 16 მილიონ ტონას შეადგენს. და ტანეკო, ეს ტანეკოს უმსხვილესი ქარხანა. ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა ნიჟნეგამსკში. 12.5 მილიონი ტონა სიმძლავრით მე-6 ადგილზე მყოფი იაროსლავის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა. 15 მილიონი ტონა წელიწადში. მას მაისში თავს დაესხნენ. შემდეგ კი კიდევ ერთხელ 6 ივლისს. ვოლგოგრადის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა 15 მილიონი ტონა წელიწადში. გაჩერდა 1 ივნისს. ისევ უპილოტო აპარატების თავდასხმის გამო. ქარხანა პერმ ნეფტეორგ სინთეზის ქარხანა დაზიანდა აპრილის ბოლოს და სახელგანთქმული გახდა ნავთობის წვიმით, რომელიც რეგიონში გადმოვიდა საწარმოზე ხანძრის შემდეგ. მოსკოვის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა დამუშავების მოცულობით 12 მილიონი ტონა წელიწადში. გაჩერდა ივნისში. ხოლო მის შეკეთება შეიძლება 2027 წლამდე გაგრძელდეს. ამის შესახებ აცხადებდნენ როიტერის წყაროები. როიტერსი. ტუაფსეს ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა,
რომელიც რუსეთის ამ ტოპ 10-ში ბოლო ადგილს იკავებს. გახდა რეკორდსმენი გადატანილი დარტყმების რაოდენობით. მას 7-ჯერ დაესხლენ თავს. შედეგად ომსკის ქარხნის დაზიანების შემდეგ დღეს რუსეთში აღარ დარჩა არც ერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ტოპ 10-შია და წელს თავდასხმის ობიექტი არ გამხდარა. როგორც მივხვდებით, ეს თავდასხმები გაგრძელდება და აშკარაა, რომ ადრე თუ გვიან რუსეთის მთელი ნავთობის ინდუსტრია უბრალოდ ნულამდე განადგურდება. თუ პუტინი, რა თქმა უნდა, გონზე არ მოვა და მოლაპარაკებებზე არ წავა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს მხოლოდ დღევანდელი თავდასხმების დასაწყისი იყო. ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მხოლოდ ერთ-ერთი სამიზნე იყო. 6 ივლისის ღამეს უკრაინულმა ძალებმა ასევე დააზიანეს თესის ტერმინალი. ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპლექსია სუბუქი ნავთობპროდუქტების გადატვირთვისთვის. ოკუპირებულ ყირიმში, როგორც განაცხადეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში, ციტატა, საწარმო უზრუნველყოფს ბენზინის, დიზელის, საწვავისა და სხვა ნავთობპროდუქტების მირებას, შენახვასა და გადაზიდვას. მათ შორის ოკუპაციური ჯარების საჭიროებებისთვის უკრაინის სამხრეთ რეგიონებში. ეს ტერმინალი მდებარეობს ქერჩში. და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით დარტყმის შედეგად დაზიანდა ნავთობპროდუქტების რეზერვუარი და სატუმბის სადგური. ვიმეორებ, ეს მოძველებული მონაცემებია. ამ საწარმოს შეუძლია გადაატვირთოს 1,2 მილიონ ტონამდე სუბუქი ნავთობპროდუქტი და 720,000 ტონა გათხევადებული ნახშირწყალბადური გაზი წელიწადში. ეს მონაცემები ოკუპაციამდე დაფიქსირდა. შესაბამისად, რუსები ცდილობდნენ ამ საწარმოს მოდერნიზაციას. და დიდი ალბათობით მიმდინარე მონაცემები უფრო დიდ მოცულობებს მიუთითებს. ამიტომ ამ ტერმინალის გაჩერება ძალიან სარისკოა რუსებისთვის. გარდა ამისა, სბუსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში განაცხადეს წარმატებულ დარტყმებზე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა სლავნეფტ-იანოსზე და ხაზოვანი წარმოება დისპეჩერულ სადგურზე იაროსლავში. ასევე ნავთობ ტერმინალზე ზღვის პორტში ვისოცკი და ქარხანა ნოვოტეკ უსტლუგაში, ლენინგრადის ოლქში. ვისოცკში გამოვიდა მწყობრიდან 2 ნავთობ ტერმინალის სტენდერი და დაზიანდა 3 რეზერვუარი ნავთობპროდუქტებით. და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მონაცემებით, ივლისის დასაწყისისთვის უკრაინულმა დარტყმებმა გამოიყვანა მწყობრიდან. Украинские удары вывели из строя რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეებების დაახლოებით 53%. ხოლო გასულ თვეში განადგურდა ან კრიტიკულად დაზიანდა 60-ზე მეტი რეზერვუარი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესანახად. გარდა ამისა, დღესვე უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების სარდალმა გრობერტ მადიარმა ბროუდინ განაცხადა, რომ მხოლოდ ივლისის დასაწყისიდან, ანუ ამ დროისთვის 6 დღეში, უკრაინულმა უპილოტოებმა დააზიანეს 37 ენერგოობიექტი ყირიმში და დონბასში. დარტყმების შედეგად ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებამ აღიარა სრული ბლეკაუტი. ეხლა კი მოვიყვან მადიარის ციტატას. ყირიმის ჩამქთველი დაიღალა 38-ჯერ 6 ივლისის დღის განმავლობაში, უპილოტო სისტემების ძალების ფრინველის ნაბიჯით. ყირიმის ოკუპანტებმა აღიარეს ბლეკაუტი ყირიმის სამხრეთ სანაპიროს ყველა ქალაქსა და რაიონში, ასევე სიმფეროპოლში. 1-დან 5 ივლისის პერიოდში უპილოტო სისტემების ძალების ფრინველებმა ინტენსიურად გამოიტანეს 27 ენერგოკვანძი ყირიმსა და სამხრეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მაგრამ და ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. უკრაინულმა დრონებმა 6 ივლისის ღამეს აზოვის ზღვაში დააზიანეს 2 ბენზინის ტანკერი, რომლებიც ტაგანროგის რაიონიდან ყირიმში მიემართებოდნენ. საუბარია მდინარე ზღვის კლასის ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებზე, სახელად კაპიტან ბარმინი და სანარ 4, რომელთაგან თითოეულში SBS-ის ხელმძღვანელის ინფორმაციით იყო 7,000 ტონა საწვავი. და გამოქვეყნებული ვიდეოს მიხედვით, უპილოტოები ორივე გემის მართვის რუბკას ესროდნენ. და შეგახსენებთ, რომ ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ყირიმის თვიური მოთხოვნა ბენზინზე შეადგენს 70,000 ტონა საწვავს თვეში. ანუ ეს დაახლოებით 2,300 ტონა დღეშია. და მან დააფირდა რეგიონის უზრუნველყოფის მოწესრიგებას. და როგორც ჩანს, სწორედ ეს ცდელობა ტანკერებით ყირიმში ბენზინის შეტანისა იყო ის მცდელობა, რომ მოწესრიგებულიყო ბენზინის მიწოდება ყირიმში. მაგრამ ხედავთ, რომ მისი უზრუნველყოფის გეგმა ჩავარდა და ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა.
კიევმა მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, რათა იქ განეხილათ რუსების თავდასხმები საცხოვრებელ სახლებზე კიევში და აი კრემლში მიხდნენ, რომ ეს თემა კიდევ უფრო ხმაურიანი რაღაცით უნდა გადაეპარათ. და რომ გაეროს უშიშროების საბჭოზე განეხილათ არა საცხოვრებელ სახლებზე დართმები, არამედ რაღაც უფრო საშიში. ეს ბრჭყალებში ავიღოთ. და აი როგორც ჩანს მიხვდნენ რომ კიევზე თავდასხმებიც კი აღარ ეხმარება რუსების ყურადღების გადატანაში რუსეთის ტერიტორიაზე და ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე განხორციელებულ დარტყმებზე. კრემლში ახალი საშიში ამბავი მოიგონეს და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ყურადღების გადატანის ახალი მცდელობა წამოიწყეს. თანაც იმ ფონზე რომ კიევმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოითხოვა, რათა იქ განეხილათ რუსების თავდასხმები საცხოვრებელ სახლებზე კიევში და აი კრემლში მიხვდნენ რომ ეს თემა კიდევ უფრო ხმაურიანი ამბით უნდა გადაფარონ და გაეროს უშიშროების საბჭოში საცხოვრებელ სახლებზე დარტყმების ნაცვლად რაც უფრო საშიშზე ისაუბრონ. ბრჭყალებში ავიღოთ ეს სიტყვა. დღეს როსატომის გენერალური დირექტორი. კურჩატოვის ქალაქში კურსკის ატომური ელექტროსადგური 2-ის მშენებარე ენერგობლოკი ნომერი 2. შემდეგ უპილოტო აპარატით გადაიღეს კადრები მშენებარე კურსკის ატომური ელექტროსადგურის მეორე ბლოკის გრადირის თავზე. ასევე გასულ ღამეს მტრის უპილოტო აპარატები დაფიქსირდა ლენინგრადის და სმოლენსკის ატომური ელექტროსადგურების რაიონებში. რუსეთის ფედერაციის ატომური სექტორი განცდის უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების შედეგებს. და აი კურსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ ხინშტეინმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით ჩაახშეს და გაანადგურეს 12 უკრაინული უპილოტო აპარატი, რომლებიც სწორედ კურჩატოვის მიმართულებით მიფრინავდნენ, სადაც ატომური ელექტროსადგურია განთავსებული. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ერთმა უპილოტო აპარატმა მიზანს მიაღწია, სადგურის მუშაობა არ დარღვეულა. ეკოლოგიასა და ადამიანებზე უარყოფითი შედეგები არ ყოფილა. აქვე აღნიშნა, რომ კურსკის ატომური ელექტროსადგური 2 შენდება მოქმედი კურსკის ატომური ელექტროსადგურის შემცვლელად. მისი მშენებლობის გადაწყვეტილება 2013 წელს იქნა მიღებული. პირველი ენერგობლოკის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო. მეორის კი 2019 წელს. 2026 წლის აპრილში როსატომმა სამრეწველო ექსპლუატაციაში ჩაუშვა ენერგობლოკი ნომერი 1, რომლის სიმძლავრეა 1253 მეგავატი. ამ სადგურის 4-ვე ენერგობლოკის მშენებლობის სრულად დასრულება დაგეგმილია 2035 წლისთვის. თავდასხმებს განიცდის სუმის ოლქი, ხარკოვის ოლქი, მთელი უკრაინის სამხრეთი, ოდესის ოლქი, ზაპოროჟიეს ოლქი, ფაქტობრივად ძალიან ბევრი რეგიონი ექვემდებარება ამ თავდასხმებს. დიახ. ყოველთვის პოეს, კრემლი პოეს. კრემლმა გადაწყვიტა კვლავ გამოიყენოს ბირთვული კატასტროფით დაშინება. ოდესის ოლქი, ზაპოროჟიეს ოლქი, ფაქტობრივად ძალიან ბევრი რეგიონი ექვემდებარება ამ თავდასხმებს. კიევზე ბალისტიკური რაკეტებით უთხრამენ, ეს ხო უკრაინის დედაქალაქია. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველდღე რუსები
ავიაბომბებითა და იმავე ბალისტიკური რაკეტებით ურტყამენ ყველა სასაზღვრო და ფრონტისპირა ქალაქს უკრაინაში. ამიტომ აშკარაა, რომ სწორედ ამ თემის განხილვას აპირებდნენ და განიხილავენ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. მაგრამ რუსები, აი პირდაპირ ვიცინასწარმეტყველებ, ამ სხდომაზე იტყვიან, რომ ეს არაფერია. მაგრამ აი უკრაინელები ურტყამენ ატომურ ელექტროსადგურს, როდემდე გაგრძელდება ეს. თანაც არა ერთს, არამედ ერთდროულად 3-ს, კურსკის, ლენინგრადის და სმოლენსკის ოლქებში. აი ანუ აშკარაა, რომ პუტინი ამას უბრალოდ ასე არ აკეთებს. და ისევ გარდა გაეროს უშიშროების საბჭოს საკითხისა, აქ კიდევ ერთი თემა არსებობს. ცნობილია, რომ უკვე ხვალ ანკარაში ნატოს სამიტზე ვლადიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა გაიმართება. ამ შეხვედრა უკვე დაადასტურა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ანა კემ. და როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, ტრამპს აქვს გადაუდებელი საჭიროება, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ შეწყდეს. სწორედ მისი დასრულების გზებს აპირებს აშეშკოსის პრეზიდენტი ზელენსკისთან განეხილოს ნატოს სამიტზე. ტრამპს ფაქტობრივად სჭირდება რაიმე გამარჯვება ირანთან ჩავარდნის შემდეგ, რადგან კონგრესის არჩევნები უკვე ძალიან ახლოსაა და აშკარად საჭიროა, რომ რაღაც წარმოადგინოს როგორც მშვიდობის ყოფილი დონალდ ტრამპის გამარჯვება. რადგან ჯერ კიდევ არ არის ფაქტი, რომ არჩევნებამდე ეს დროებითი შეთანხმება აშშ-სა და ირანს შორის გადაიქცევა მუდმივ შეთანხმებად. ეს სულაც არ არის გარანტირებული, მაგრამ გამარჯვების რაიმე მაგალითი მაინც საჭიროა. და აი ესე. თეთრი სახლის ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა როიტერსთან საუბარში დაამატა, რომ ანკარაში ზელენსკისთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპი როგორც მოსალოდნელია დაუკავშირდება რუსეთის დიქტატორ ვლადიმერ პუტინს. და აქ ჩნდება კითხვა: რა განწყობით მიდის ტრამპი ამ მოლაპარაკებებზე? გახსენეთ ადრე, კერძოდ 4 ივლისს ტრამპმა უკვე ესაუბრა ვლადიმერ პუტინს ტელეფონით. და აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამის შემდეგ, საუბრის შემდეგ ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ პუტინმა, ციტატა, დონალდ ტრამპს აჩვენა რეალური სურათი ბრძოლის ველზე, სადაც რუსი მებრძოლები უტევენ მთელი ფრონტის ხაზზე. ანუ, ეხლა გასაგებია, რატომ მოიგონა პუტინმა ეს კალბი კონსტანტინოგის აღება სწორედ ეხლა. სწორედ ამ თარიღისთვის. იმისთვის, რომ ტრამპისთვის ეჩვენებინა, რომ ნახე, კი, ჩვენ ვიკავებთ უკრაინის ტერიტორიას ასე უბრალოდ, ქალაქს ქალაქის შემდეგ ვირებთ. ამიტომ უბრალოდ დააწექი ამ ზელენსკის და აი დანებდეს, რადგან ჩვენ ისედაც ვითომ გავიმარჯვებთ. გავაგზავნებ უშაპოვის ციტატას. პუტინმა და ტრამპმა შეეხნენ უკრაინის თემას, მათ შორის აშშ-ს პრეზიდენტის გეგმებთან დაკავშირებით ნატოს სამიტში მონაწილეობაზე. პუტინმა გაამახვილა ყურადღება უკრაინაში პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების უპირატესობაზე. თუმცა რუსეთის პრინციპული მიდგომების გათვალისწინებით, მაგრამ როგორც ჩანს, ვლადიმირ პუტინის დონალდ ტრამპისთვის ნათქვამმა სიტყვებმა რუსეთის ფედერაციის თითქოს და უპირატესობაზე ფრონტზე, რუსეთის შეერაღებული ძალების გამარჯვებებზე არ დაარწმუნა. როგორც ჩანს, ტრამპი ამ ყველაფერს მაინც და მაინც არ დაუჯერდა. ვლადიმირ პუტინი ზეწოლას განიცდის, ხოლო რუსეთის ომის დასრულების პროცესი უკრაინის წინააღმდეგ ბევრად უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ხალხს გონია. ეს იყო დონალდ ტრამპის განცხადება, რომელიც გაკეთდა ამ გამოშვების ჩაწერამდე სულ რამდენიმე საათით ადრე. და ამერიკის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაზე დარტყმები გრძელდება, რუსული მხარე თითქოს ეძებს გზებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისთვის. შემდეგ მოვიყვან ტრამპის ციტატას. მე ვფიქრობ, პუტინი მაინც განიცდის ზეწოლას. მას სურს ამას ბოლო მოუღოს. უკრაინასაც ეს უნდა. და ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ნახოთ, შევძლებთ თუ არა ამის გაკეთებას. ეს საშინელი სიტუაცია, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს მდგომარეობა ბევრად უფრო ახლოსაა დასრულებასთან, ვიდრე ხალხს გონია. და პრეზიდენტ პუტინს უნდა რომ ეს დასრულდეს. და პრეზიდენტ ზელენსკის ნამდვილად უნდა რომ ეს უკვე ახლა დასრულდეს. ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ ნატოს და ამაზე ვისაუბრებთ. ტრამპმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას ჰქონდა ძალიან წარმატებული სატელეფონო საუბარი და მიაჩნია, რომ მხარეები მაქსიმალურად ახლოს არიან საბოლოო გადაწყვეტილებასთან. და სწორედ ხვალ ანკარაში გაიმართება ტრამპისა და ზელენსკის მოლაპარაკებები. შემდეგ კი ტრამპი ვლადიმირ პუტინს დაურეკავს. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი სწორედ ასე თანმიმდევრობით მოხდეს. და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტრამპმა ბოლოს და ბოლოს აღიარა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების ზეწოლა ნამდვილად მოქმედებს და პუტინი მართლაც ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა. და სწორედ აქ რუსი სამხედრო კორესპონდენტები ერთიანად აიშვეს და გაეშურნენ კრემლის ახალი მითითებების გამეორებას. როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინი სურს აჩვენოს, რომ ის მზად არის მკვეთრად გაზარდოს ფსონი და ეს ომი კიდევ უფრო გაამწვავოს. ეს კლასიკური დაშინების ტაქტიკაა. საუბარია რუსეთში ახალი მობილიზაციის ტალღაზე. რუსული პრომილიტარისტული ზედარხები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად წერენ შესაძლო ახალ მობილიზაციაზე, რომელზეც როგორც ამ სამხედრო კორესპონდენტები ამტკიცებენ, კრემლი შესაძლოა წავიდეს სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ, სექტემბერში.
იმისთვის, რომ ფრონტზე სიტუაცია შეცვალონ და უპასუხონ უკრაინას უპილოტო შეტევების რეკორდულ სერიაზე. რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბლოგერმა ვლადიმირ რომანოვმა დღეს საერთოდ განაცხადა, რომ კრემლი ემზადება 1,200,000 ჯარისკაცის მობილიზაციისთვის. არ ვიცი, რამდენად რეალურია ეს. შემდეგ კი ომის მხარდამჭერმა არხმა პრიზრაკ ნოვროსიის დაწერა, რომ მობილიზაცია არათუ იქნება, არამედ როდის იქნება. და ამ პერსპექტივას უკავშირებს საბრძოლო მოქმედებების არასასურველ დინამიკას. შემდეგ კი პროპაგანდისტები წერენ, ციტატა: კონტრაქტით მოხალისეების მოზიდვაზე გათვლას ობიექტურად არ შეუძლია ფრონტის საჭიროებების დაკმაყოფილება მთელი რიგი მიზეზების გამო. დანაკარგების თანაფარდობიდან დაწყებული იმ საჭიროებამდე, რომ მეტი პირადი შემადგენლობა იყოს, ვიდრე ამჟამად არის. აქვე აღნიშნავ, რომ საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის მონაცემებით წლის პირველ ნახევარში ომში რეკრუტირება არმიას ყოველთვიურად 27,000 ადამიანს აძლევდა. იმ პირობებში, როცა რუსეთის ფრონტზე დანაკარგები უკვე თვეში 34,000 ადამიანს აღწევს. ანუ რუსეთი ნაკლებს იღებს, ვიდრე კარგავს. კიდევ ერთი არხის ახლა დნევნიკ რაზვედკი ამტკიცებს, რომ კრემლმა მოლაპარაკებები გამართა მეზობელი ქვეყნების ხელმძღვანელობასთან, მათ შორის ყაზახეთთან და აზერბაიჯანთან. იმისთვის, რომ გამოირიცხოს გაწევლების მასობრივი გაქცევა, როგორც ეს მოხდა 2022 წლის მობილიზაციის დროს, ოფიციალურად საზღვრები ქაღალდზე ღია დარჩება, მაგრამ რუსეთიდან გასვლა ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება რაღაც ტექნიკური პრობლემების, კონტროლის გამკაცრების და სხვა არაოფიციალური ზომების გამო მეზობელ ქვეყნებში. მაგალითად, Conflict Intelligence Team-ის დამფუძნებელი რუსლან ლევიევი ეჭობს, რომ ვლადიმირ პუტინი მართლაც გამოაცხადებს სრულმასშტაბიან მობილიზაციას, რადგან ეს საჭიროებს მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს ახალი დანაყოფების ფორმირებისთვის, ასევე მათი ეკიპირებისთვის, წვრთნისთვის და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ლევიევის აზრით, ესეთი ნაბიჯი ფუნდამენტურად ვერ გამოიწვევს, როგორც თავად ამბობს, ფრონტის ხაზის გამბლოკას, რომელიც პრაქტიკულად უკვე რამდენიმე წელია არ იცვლება. ამიტომ ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთში მობილიზაციის შესახებ ახალი ჭორების ტალღა შეიძლება იყოს სიგნალი ევროპისთვის, რომ ვლადიმირ პუტინი თითქოს მზად არის ომის გამწვავებისთვის და ნატოს ქვეყნებზე თავდასხმისთვის, თუ ისინი არ შეწყვეტენ უკრაინის ხარდაჭერას. მაგრამ განსაკუთრებით ასეთ სიგნალები აქტუალურია ნატოს სამიტის წინ. და აქ შეგახსენებთ, რომ ადრე ვლადიმირ პუტინმა საჯაროდ მისცა ბრძანება თავის უცხოებს შეადგინონ იმ ქვეყნების სია, რომლებიც ჩართული არიან უკრაინის ომში, რათა მომავალში, როგორც თავად თქვა, მიიღოს პასუხისგებლიანი გადაწყვეტილებები. და ეს აშკარად ასევე საფრთხეა ევროპისთვის და გაფრთხილებაა, რათა უკრაინისთვის დახმარება შემცირდეს. მით უმეტეს, რომ წინადრეს კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ეს უკვე აღარ არის სპეციალური სამხედრო ოპერაცია, არამედ სწორედ სრულმასშტაბიანი ომია. და ეს ომი თითქოს დაიწყო იმ მომენტიდან, როცა ევროპამ არ დახუჭა თვალი რუსეთის ველურ აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ, არამედ დაეხმარა უკრაინას თავდაცვაში. პესკოვი ამბობს, რომ სწორედ იმ მომენტიდან, როცა მათ უკრაინის დახმარება დაიწყეს, ეს ომი დაიწყო. მანამდე ეს იყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია, როცა რუსეთს სამი დღეში კიევის დაპყრობა სურდა და ასე შემდეგ. ასევე მნიშვნელოვანია აღნიშნოთ, რომ ევროპა რეაგირებს, უკვე საკმაოდ ოპერატიულად რეაგირებს ვლადიმირ პუტინის ასეთ პროვოკაციებზე. დღეს ფინეთმა, გერმანიამ, დანიამ, ლიტვამ და ნორვეგიამ განაცხადეს, რომ უახლოეს დღეებში დაიწყებენ ფინური ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებლის ფორსეტის საზღვაო მინების სისტემის ბლოკერის მიღებას. მიწოდებები 100 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ფინეთის თავდაცვის ძალებმა უკვე გააფორმეს ფორსეტთან ჩარჩო. შეთანხმება ამ 5 ნატოს ქვეყნისთვის სისტემების მიწოდებაზე და აი ამ თანამშრომლობის მიზანი, ციტატა, მოკავშირეების საზღვაო თავდაცვის გაძლიერება. საზღვაო ნაღმები შეიძლება გამოყენებული იქნას ბალტიის ზღვის აკვატორიაში, სადაც პორტები სამხედრო კრიზისების დროს ჯარების მობილობისა და ტვირთების მიწოდების საკვანძღვანძო კვანძებს წარმოადგენს. თუ ძალიან მარტივად ავხსნით, რუსებისგან ზღვაშიც კი გამიჯნა სურთ, უბრალოდ მათი გემების წინააღმდეგ უზარმაზარი ნაღმური ბარიერების მოწყობით. და ეს შესანიშნავი ამბავია, რადგან რუსები ყველგან უნდა იქნან იზოლირებული, სადაც ეს შესაძლებელია. საერთოდ ბეტონით უზარმაზარი ღობის ჩამოსხმა, შემოღობა და ისე რომ საერთოდაც არ დაინახო რა ხდება იმ ჭაობებში. იქ თვითონვე ჭამონ ერთმანეთი. აქ მრავალ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ეს იყო ყველაფერი, იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.